მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. მოგესალმებით, ჩვენ საინტერესო გადაცემით გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დღეს სამშაბათია და გარკვეული მიზეზების გამო თოქ-შოუს ნანა რობაქიძის ნაცვლად დღეს მე ნინო ნებიერიძე წავუძღვები. საინტერესო გადაცემა, რომელიც კონკრეტულად განათლების ხელმისაწვდომობას ეხება და ის საშუალებას მოგცემს დღეს ნებისმიერი მშობლისთვის, ნებისმიერი მოსწავლისათვის კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ მათ თუ რამდენად არის ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი განათლება ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი და ქალბატონი ნინო ჩიხლაძე, ქალაქ ქუთაისის 45 საჯარო სკოლის დირექტორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მე მგონი ისეთი თემაა, რომელზედაც მუდმივად მიუხედავად იმისა, რომ განათლება საქართველოში და ჩვენი ქალაქი მით უმეტეს ამაყობს იმით, რომ ძალიან დიდი ხნის წინ განათლების სისტემა საკმაოდ წინ წასული იყო სხვა ქვეყნებიდან განსხვავებითაც კი და ყოველთვის ცდილობდნენ ქართველები, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის, სოციუმის წარმომადგენლისათვის ის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ 21 საუკუნემ რა გვაჩვენა? დღესდღეობით რამდენად ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის განათლება და პირველ რიგში ალბათ თქვენი სფეროდან გამომდინარე ორივე სტუმრის სკოლის მოსწავლეებისთვის. მოგესალმებით ქალბატონინო, მივესალმები თქვენს ვირფას მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ასევე გასული ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცო ჩვენს ქალაქს, სრულიად საქართველოს მშვიდობიანი, წარმატებული მომავალი მინდა უსურვო ყველას. რაც შეეხება განათლების ხელმისაწვდომობის ნაწილს, მოგეხსენებათ, რომ ზოგადად განათლება კონსტიტუციური უფლება ყველასთვის იყოს თანაბარი და ხელმისაწვდომი. განურჩევლად მათი რასისა, კანისფერისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და ასე შემდეგ, რომელიც ვფიქრობ დღის მდგომარეობით საქართველოში შესაძლებლობის ფარგლები გვაქვს ყველა იმ საჯარო თუ კერძო სკოლებში, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლისთვის იყოს შესაბამისი გარემო შექმნილი. ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, საკითხი გვაქვს გამოწვევებით საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აბსოლუტურად მეთოდური მიდგომა ყველგან გვაქვს თანაბარი. თუმცა შესაძლებლობიდან გამომდინარე გვაქვს რესურს სკოლებიც, თუმცა ჩვეულებრივ საჯარო სკოლებშიც გვაქვს ის შესაძლებლობა შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე შევქმნათ ის პირობა, რომელიც თანაბარ ხელმისაწვდომ განათლების შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მოსწავლეს. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. როდესაც ვსაუბრობ ჩვენ თითოეულ მოსწავლეზე, აქ აუცილებლად მოიაზრება ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ მოსწავლეების გარემოს, რომელიც ჭირდებათ მათ კონკრეტულად იმისათვის, რომ კარგი განათლება მიიღონ. რადგან თქვენ ქალაქ ქუთაისის 45 საჯარო სკოლის დირექტორი ხართ, ყრუ და სმენა დაქვეითებული მოსწავლეები გყავთ. აი, მნიშვნელოვანი არის ასეთი მოსწავლეებისთვის იყოს სპეციალური გარემო შექმნილი, სადაც მათთვის იქნება ხელმისაწვდომი განათლება, ხო? კონკრეტულად რა პირობები უნდა შეექმნათ ასეთ ბავშვებს, რას უზრუნველყოფთ თქვენ და რამდენად არის დღეს შესაძლებელი, რომ ბავშვებმა მიიღონ სრულყოფილი განათლება და რამდენად უხარიათ მათ სკოლაში მოსვლა? აი, ამაზედაც მინდა რომ ისაუბროთ. აუცილებლად პირველ რიგში მოგესალმებით, ქალბატონინო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გილოცავ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს, გილოცავ ჩემს ქალაქს, გილოცავ სრულიად საქართველოს და აი ნამდვილად ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მშობელმა, რომ ეს ბავშვები არიან ძალიან დიდი შესაძლებლობის ბავშვები. თავარი არის მიდგომა გქონდეს ჩვენ ამ ბავშვებთან ისეთი, როგორც მათ ჭირდებათ. ჩვენი სკოლა დაკომპლექტებული არის სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებით,
ერთადერთი არის დასავლეთ საქართველოში, რომელიც ემსახურება სმენის პრობლემის მქონე ბავშვებს, ზოგადად ორია საქართველოში, ერთი თბილისში და ერთი ჩვენი. და ასევე პანსიონურ მომსახურებას უწევს რეგიონის ბავშვებს. ჩვენთან, როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, ყველა ბავშვი ირიცხება აბსოლუტურად, მხოლოდ და მხოლოდ მანდატური სამსახურში არის ინკლუზიური და სპეციალური განათლების ცენტრი, რომლის შეფასების საფუძველზე იდება უკვე დასკვნა, ამ მოსწავლეებს აფასებენ სხვადასხვა სპეციალისტები, მეტყველების თერაპევტები, ქცევის თერაპევტები, ფსიქოლოგები, რომლებიც ხდებენ დასკვნას, იმის მიხედვით შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული ბავშვი ჩვენ სკოლას და ამის შემდეგ უკვე დასკვნის დადების საფუძველზე ბავშვი ირიცხება სკოლაში. ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოლოგისგან, ექიმი, ფსიქოლოგი, თვითონ ბავშვის დამრიგებელი, კონკრეტული მასწავლებლები, ვინც ასწავლის ამ ბავშვს და აი ამ გუნდის დაკვირვების საფუძველზე დაახლოებით 1 თვის მანძილზე უკვე ყველა ბავშვზე აბსოლუტურად იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც დაფუძნებული არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. და შემდეგ უკვე მიდის მუშაობა ბავშვთან, მშობელთან, რაც ყველაზე მეტად აუცილებელია, მშობლის ჩართულობა. იმიტომ რომ მშობელი, რომელიც გამოთქვამს მზაობას იმისთვის, რომ დაუდგეს მის შვილს გვერდით, მიუხედავად მისი შეზღუდვისა, გაცილებით უკეთესი არის შედეგი, ვიდრე ვთქვათ ისეთი მშობლებისა, რომლებიც არასრულფასოვნად უყურებენ. ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობენ. ამ ბავშვებს აქვთ საოცარი შესაძლებლობები, საოცარი. გარდა იმისა, რომ შეუძლიათ ჩვენი სკოლა დაკომპლექტებული არის ძალიან კარგი სპეციალისტებით, ყავს 15 პედაგოგი, აქედან აბსოლუტურად ყველა სერტიფიცირებულია, ყავს 1 მენტორი, 3 წამყვანი, დანარჩენი უფროსი სპეციალისტები, ასევე ყავს ჟესტის თარჯიმნები, ყავს მეტყველების თერაპევტები, რომელიც საკმაოდ ისეთ დიდი ფუფუნებაა დღევანდელ სკოლებში, იმიტომ რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ ეს სპეციალისტები. ჩვენთან არის ბილინგური სწავლება, რაც მოიაზრებს მეტყველების განვითარებაზე მუშაობას და ასევე ქართული ჟესტური ენის სწავლებას. იმიტომ რომ არიან ბავშვები ჩვენთან ირიცხებიან მხოლოდ ისეთი მოსწავლეები, რომელსაც აქვთ მესამე და მეოთხე ხარისხის ნეიროსენსორული სმენა-ჩვენგობა, რადგან პირველი და მეორე ხარისხი ექვემდებარება უფრო აპარატს, ისე რომ შეუძლია ვთქვათ სკოლაში გამართულად ისწავლოს, შედარებით უფრო მეტად შეუძლია აღიქვას ნათქვამი და თუ რა თქმა უნდა არაა მეორადი დარღვევები, იმიტომ რომ არიან ბავშვები მეორადი დარღვევებით, ამ შემთხვევაში შედარებით უფრო სირთულეა. და ამდენად აი ეს ბილინგური სწავლებით ის ბავშვები, რომლებთან შეიძლება მეტყველებაზე მუშაობა, სპეციალისტები და პედაგოგები მუშაობენ მეტყველების კუთხით, ხოლო ის ბავშვები, რომელსაც აქვთ ტოტალური სიყვარული, აქვთ და საჭიროებენ ჟესტს, სადაც აპარატი არ არის, ამ შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად ჟესტურ ენაზე საუბრობენ. სკოლაში ძალიან ბევრი წრე ფუნქციონირებს, სადაც აქტიურად არიან ჩართულები ბავშვები. ეს არის სპორტული წრე, ცეკვის წრე, ასევე ახლა დაახლოებით 3 წლის მანძილზე ბევრი კლუბები გვაქვს, მკითხველთა კლუბი, რომელშიც ძალიან ისე ჩვენი პედაგოგების დამსახურებით, რა თქმა უნდა და ბავშვები იყვნენ აქტიურად ჩართული, ძალიან უყვართ კომპიუტერთან მუშაობა, უყვართ ინფორმაციების მოძიება და განსაკუთრებით უყვართ შემდეგ უკვე თავიანთი შედეგის ნახვა. და ძალიან ხშირად გსტუმრობს ქალბატონი მაია და ბავშვები ყოველი ღონისძიების და დაგვირგვინების დროს, ესე რომ ვთქვათ, სულ მოუთმენლად ელოდებიან, იციან, რომ შექებას მიიღებენ ქალბატონ მაიასგან. ასევე ზაფხულში ფუნქციონირებს ჩვენთან საზაფხულო სკოლა.
ამ საზაფხულო სკოლამ ნამდვილად ძალიან სავალდებულოა თუ ნება არა ნებაყოფლობითია, მაგრამ აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული, იმიტომ რომ ეს იყო მთელი თვენახევარი. ივნისში 15-ში როდესაც დავასრულეთ სწავლა, რა თქმა უნდა ეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ინიციატივით იყო ერთიანი ესეთი გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო აი ამ ბავშვებში და 7-ვე რესურს სკოლა, რომელიც არსებობს საქართველოში, ერთიანად ჩავერთეთ ამ სამინისტროს მიერ მოწოდებულ წინადადებაში და გადაწყვეტილებაში და ამან გამოიწვია ძალიან დიდი სიხარული ბავშვებში. ქალბატონ მაიას დახმარებით მერიამ გამოგვიყო ტრანსპორტი, რომელიც ემსახურებოდა ამ სიცხეში ბავშვებს, დილით მოყავდათ, საღამოს მიყავდათ, ძალიან ბევრი აქტივობები იყო. რა თქმა უნდა, ეს აქტივობებიც უკვე მაგათი სურვილიდან იყო აღებული, თუ რა უნდოდა აი ამ ზაფხულის სკოლაში, რომელი აქტივობებით დაკავდებოდნენ უფრო მეტად, რა იქნებოდა მათთვის სასიამოვნო, იმიტომ რომ სკოლაში არის სპორტული წრეც, ასევე არის ინფორმატიკის წრე და იმდენად არიან ჩართული აი ამ წრეებში, რომ არის ჭადრაკის წრე, რომელსაც ასწავლის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მსოფლიო ჩემპიონია ეს ბავშვი და მუშაობს ჩვენ სკოლაში, მერია უფინანსებს მას ხელფას და 2 დღე ეს ბავშვი დადის და ასწავლის, ბავშვი არ არის უკვე დიდი ბიჭია და ეს მაგათთვის არის мотиваცია იმისთვის, რომ ისინი რასაც გააკეთებენ, არაფერი არ დაიკარგება. შედეგი იქნება. ქალბატონმა ნინომ აღნიშნა და სხვათა შორის ორღონისძიებაზე ვარ ნამყოფი მეც. გადაღებაზე და მართლა გამახსენდა, რამდენად საინტერესო იყო და თქვენ, როდესაც თვალს ვადევნებ თქვენს სამუშაო პროცესს, ფაქტიურად არ არსებობს საჯარო სკოლა ქუთაისში, სადაც რაიმე ღონისძიება იმართება, გეძახიან და თქვენ ყველგან გხედავთ და ამიტომ ვიცი თქვენი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. აი განსხვავებული, ვთქვათ, გარემო თუ არის ასეთ ბავშვებთან. ერთი, რასაც დავაკვირდი მე, ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, ყველაზე მეტად ელოდებიან ემოციებს სტუმრებიდან. როგორი იქნება ამას, აი თვალებში როგორ უყურებენ, ეს დამამახსოვრდა ძალიან. აი თქვენი ემოციები მაინტერესებს, როგორია, როდესაც ისინი ღონისძიებაზე გეპატიჟებიან და შემდეგ შედეგით რომ გვაყოფილი ხართ. მადლობა ქალბატონინო საინტერესო კითხვისთვის და ამავ დროს იმ ემოციის გაზიარებისთვის და გახსენებისთვის, სადაც კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ ვიყოთ ყველგან. თუმცა ჩემთვის ყოველთვის მოლოდინი ყოველ წელს და განსაკუთრებული არის ამ ბავშვებთან შეხვედრა, რადგან აი მართლაც ესეთი მაგათთვის თვალებიდან აი სული სარკეა, რომ არის ნათქვამი, ყველაფერი შეიძლება წაიკითხო, მათი სიყვარული, დამოკიდებულება, მოფერება. ერთი ყავთ ახლა პირველ კლასელი არის, საოცარი გოგონა, როგორც კი მიხვალ ესე გულს გაგიკეთებს და რაღაცა ცდილობს რომ თავისი სიყვარული და ემოცია გადმოქცეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველად, როდესაც ჩვენ ვიყავით ღონისძიებაზე, ქალბატონმა ნინომ ახსენა ცეკვის წრე. როდესაც ბავშვებს არ ესმით და ისინი რიტმში საოცრად უწყობენ ფეხს მუსიკალურად, შესაბამისად ჩვენს ეროვნულ ქართულ ცეკვებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან ემოციური, ძალიან კარგად გამოსდით. ჩვენ ამავ დროს გქონდა ბატონი ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო და თქვენ უნდა გენახათ მათი შემოქმედება, როგორ გადაიტანეს თავიანთი ხედვით, ჯერ რთულია პოეზიამ და ბატონი ტარიელის მოგეხსენებათ და ჟესტური ენის თარჯიმნისთვის, რომ მათთვის გადაეცა ეს შინაარსი, რომ შემდეგ მათ ეს ყველაფერი თავისი ჟესტური ენით გადმოეცათ პოეზიაში და ეს იყო მართლაც საოცარი დღე და ბატონმა ტარიელმა აღნიშნა მაშინ, რომ რამდენ ბავშვს არ შევხვედრი ვარ, რამდენ ღონისძიებას არ დავსწრები ვარ, მაგრამ ეს რა მიყავით, ეს რა დღე მაქვს დღეს. საოცარი სითბო, სიყვარული, ჩართულობა და სრულიად განსხვავებული ფორმატით დაინახა მან თავისი შემოქმედება, რომელიც ნამდვილად განსხვავებული იყო.
ქალბატონმა ნინომ აღნიშნა და მართლაც არიან ბავშვები, რომლებმაც იტყვის ალბათ შემდგომში, ასევე გამარჯვებაც მოიპოვეს შესაბამისი პროექტის მონაწილეობაში ღებულობდნენ და გაიმარჯვეს მათ ამ პროექტის ფარგლებში და შემდეგ პრეზენტაციაც გააკეთეს, მოიწვიეს სტუმრები და როდესაც ზაფხულის სკოლა გვქონდა, ჩვენ მინისტრიც სტუმრობდა და რა თქმა უნდა ეს ფართომასშტაბიანი ვიზიტი მათთვის არის ძალიან სასიხარულო და დასაფასებელიც რა თქმა უნდა, როდესაც მათაც ყველას გვაქვს სურვილი, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვთან მივიდეთ, ყველა შრომა და ყველას უყვართ თავისი შრომის წარმოჩინება და მნიშვნელოვანია რომ ნახოთ, მაგრამ მე ყოველთვის მათკენ გული სხვაგვარად მიმიწევს, რადგან ვიცი, რომ მათ უფრო მეტი შრომა უწევთ, ვიდრე შეიძლება ეს შესაძლებლობები სხვა ბავშვებთან უფრო ნაკლებად იყოს გამოყენებული და ჩვენ გვქონდა კიდევაც პირობა ახლა წლის ბოლოს შემაჯამებელი წელი არ ვიცით როგორ გაგრძელდება, მაგრამ რაღაც ესე ბოლოზარის ნაწილშიც განსხვავებულად აღნიშნოთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩანაფიქრი გამოგვივა ქალბატონ ნინოსთან ერთად, რომ რაღაც უფრო ფართო მასშტაბით ქალაქსაც ვანახოთ ამ ბავშვების შესაძლებლობები და გამოვიდეთ. მე ვიცი თქვენი გულწრფელი და თქვენი მიუხედავად მოუცვლელი გრაფიკისა დამოკიდებულება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე ჩვენთან ჟურნალისტებთან და ეჭვი არ მეპარება რომ შემატყობინებთ და აუცილებლად ჩვენ ამასაც გადაცემას მივუძღვით ქალბატონ ნინო ნამდვილად საინტერესო იქნება ბოლოზარი. თუმცა მანამდე აი ბოლოზარზეც მინდა ვისაუბროთ საერთოდ როგორ ტარდება ამ ბავშვებთან და ის მათი ემოციები როგორია ხოლმე და წარმოვიდგინე როგორ განსხვავებული იქნება და მართლა სანახაობრივად რას აუცილებლად შემოგთავაზებენ, მაგრამ ასევე აუცილებლად მაინტერესებს როგორია ახლა დაწყებულია პირველ კლასეთა მიღების პროცესი, რეგისტრაცია. აი ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს და როგორია წლევანდელი წელი, წინა წელი, აი რა ხდება, რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ? პირველ ეტაპზე, როგორც იცით, რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების და ამდენად ჯერჯერობით მხოლოდ 2 ბავშვი ჩაირიცხა, რამოდენიმე დღის წინ მოვიდა დასკვნა. და რა ვიცი, ნახოთ, ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ აი ცოტა გვიანიგებენ მშობლები ამ სკოლის არსებობის შესახებ. რეგიონში, როდესაც უჭირთ, თქვათ, არ არის შესაბამისი სპეციალისტი და ვერ ან იქნებ ვერ ძლევს ბავშვი, აი ხო, აი ესეთი სიტუაციაც არის, კი, რა თქმა უნდა, ვერ ელებიან, ძალიან ბევრი არის ესეთი, რომ დაწყებითში ვერ ელევა. ეხლა ჩვენ გვყავს ზესტაფონი და მაგრამ ამ პატარებისთვის გაქვთ თქვენ ყველანაირი პირობა, აბსოლუტურად ყველანაირი პირობა. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ სკოლას აქვს საკმაოდ ისეთი ნორმალური დაფინანსება, რა თქმა უნდა, სამინისტროს დამსახურებით, რომ აქვთ 5-ჯერადი კვება, მთელი დღე დატვირთულები არიან სხვადასხვა აქტივობებით, ყველა ბავშვი 6 საათამდე ჩვეულებრივად, აი ქალაქის ბავშვები, რომლებიც მოდიან, იღებენ 3-ჯერად კვებას და ვინც რჩება ადგილზე, იმათთვის არის 5-ჯერადი კვება. ღამის ძიძები მორიგეობენ, დღის აღმზრდელები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ უკვე აღმზრდელები გადაიბარებენ ბავშვებს. აღმზრდელებთან არის განაწილებული როგორც დამრჩენი ბავშვი, ასევე ქალაქის ბავშვები, იმიტომ რომ 6 საათამდე იქ არიან. ესწრებიან ამ აქტივობებს, რაც არის სკოლაში, წრეები და ასევე თვითონ პედაგოგების მიერ და სხვადასხვა აქტივობებს, რომელშიც თითქმის ყველა ბავშვი არის ჩართული. ჩვენთან არ არსებობს ღონისძიება, რომელშიც ერთი ბავშვიც კი თქვა, რომ არა ვერ მიიღებს. აბსოლუტურად ყველა პედაგოგი და თითოეული აღმზრდელი ცდილობს, რომ თავისი ბავშვი, თავისი შესაძლებლობით ჩავრთოთ და ჩვენ არაერთ ეხლა რაც აღნიშნა ქალბატონმა მაიამ, არაერთ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა, ასევე მივიღეთ მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსებში, იყო მედია წიგნიერების კონკურსი, სადაც 400 სკოლიდან ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი აიღო, დააჯილდოვეს ბავშვები, ასევე სკოლას გადასცეს
ინვენტარი, რომელთაც აღჭურვეთ ერთი ოთახი, ძალიან უყვართ ბავშვებს იმ ოთახში ყოფნა. ჭკვიანი დაფა არის, კომპიუტერია, კომპიუტერი სხვაგანაც დგას, მაგრამ ის ოთახი მაგათთვის არის სხვა გარემო. ოთახი, სადაც თვითონ მუშაობდნენ და თვითონ მოიპოვეს ეს ყველაფერი, რითიც აღიჭურვა ოთახი. ასევე ფინედუს კლუბი იყო ესეთი, სადაც ასევე გაიმარჯვეს ჩვენმა ბავშვებმა და დაჯილდოვდნენ შესაბამისი ადგილის მიხედვით და ძალიან აქტიურები არიან და იმდენად მოსწონთ ეს აქტიურობა, რომ ეხლა იმას ნერვიულობენ, რომ ვინც ამთავრებს, როგორ იქნება საქმე საზაფხულო სკოლაში, შეგვეძლება თუ არა მოსვლა. იმიტომ რომ მათთვის ეს არის მეორე ოჯახი. და ალბათ ნამდვილად შემიძლია ამაყად თქვა, რომ ყველა ვინც ჩვენთან მუშაობს სკოლაში, დაწყებული თარაჯიდან დამთავრებული დამლაგებლამდე, მათთვის ოჯახის წევრია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პირველი რაც არის აუცილებელი ის არის რომ ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო გარემოთი პირველ რიგში და უზრუნველყოფილი იყვნენ იმ სითბოთი, რასაც ისინი ჩვენგან ელოდებიან. და შემდეგ უკვე თვითონ არიან გახსნილი სწავლის მიმართ ისე, რა თქმა უნდა, რა შესაძლებლობებიც მაგათ აქვთ. და ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ და ამას ხედავენ მშობლებიც ნამდვილად და თვითონ ბავშვებს ალბათ პირველი ნაბიჯებია მშობლებისთვის ცოტა რთულია მშელების პროცესი და შემდეგ რაიონიდან ჩამოსული მშობლებისთვის კი, მაგრამ შემდეგ ნამდვილად ყველა მშვიდად არის, იმიტომ რომ დღეღამის ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დარეკონ ვიდეოზარით, დაინახონ მისი შვილი, ესაუბრონ და გაიგონ თავიანთი შვილის მდგომარეობა და ამდენად ძალიან კმაყოფილები არიან. დიდი მადლობა. ქალბატონო მაია, გარდა 45 საჯარო სკოლისა, სხვა სკოლებშიც, საჯარო სკოლებშიც ინკლუზიური განათლება ძალიან ისე მნიშვნელოვნად ყოველწლიურად უფრო გაუმჯობესებულ ფორმებშია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ალბათ აღნიშნა ქალბატონმა ნინომ სპეციალისტებთან დაკავშირებით, ხო, ამ წლების განმავლობაში არის მუდმივი სამუშაო პროცესი, რომ სპეციალისტებს კიდევ და კიდევ უფრო მეტი განათლება გქონდეთ, მეტი შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ბავშვთან შეეძლოთ სწორი მიდგომებით ჩამოყალიბებული განათლების მიწოდება. აი, რა სიტყვით სხვა საჯარო სკოლებზე და აი იქ უკვე განათლების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ბავშვისთვის. ქალბატონო 38-ვე საჯარო სკოლაში მიუხედავად ვახსენეთ 45 საჯარო სკოლის შესაძლებლობები და საკმაოდ სიღრმისეულად ისაუბრა ქალბატონმა ნინომ, ჩვენ რომც გადმოვიდეს ბავშვი ნებისმიერ საჯარო სკოლაში, არ გვაქვს უფლება უარი ვუთხრათ, ან ვერ შევთავაზოთ ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. უბრალოდ ეს ერთ სივრცეში არის ყველაფერი თავმოყრილი და კომფორტიც არის და რა თქმა უნდა მშობლებისთვისაც დიდი მხარდაჭერა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლო 10 წლეული მაინც გავუსვებ ხაზს, ვიტყვი იმას, რომ ძალიან მკვეთრად ბევრი ცვლილებები განხორციელდა. განხორციელდა ცნობადობის ამაღლების მხრივ, განხორციელდა განათლების რესურსების, უფრო მეტი ხელმისაწვდომობის მხრივ. ჩვენ და სამწუხარო რეალობაში ვიმყოფებოდით იმ ნაწილში და შეიძლება გარკვეულწილად დღესაც არის ეს ბარიერები, როდესაც გარკვეულად ამ შესაძლებლობას თუნდაც ბევრი პედაგოგის მხრიდანაც სხვა თვალთახედვა ჰქონდა, სხვა მიდგომა ჰქონდა. ჩვენ შიდა ჩვენი სისტემებით დავიწყეთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, თუმცა დღის მდგომარეობითაც გარკვეული გამოწვევები გვაქვს და მინისტრმა დაანონსა ის სიახლე აღნიშნული რეფორმების ფარგლებში, რომ სავალდებულო გახდება ყველა პედაგოგის, არა მხოლოდ მასწავლებლებთან დაკავშირებით, ყველა პედაგოგის გადამზადება მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და ყველა საგნის პედაგოგს უნდა ჰქონდეს ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება იმართოს სასკოლო და საკლასო პერიოდში აღნიშნული ბავშვის ქცევა, ისე რომ
არ მოვაკლოთ არც ერთ ბავშვს ყურადღება და თანაბრად გადავანაწილოთ დროის რესურსიც იმისთვის, რომ მივცეთ სპეციალური პროგრამით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესაძლებლობის განხორციელება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს, ხოლო მთელ დანარჩენ ასე რომ ვთქვათ ბავშვს, რომელსაც სჭირდება ასე რომ ვთქვათ ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის წარმართვის რეჟიმი, მასთან იყოს პედაგოგი ჩართული, ისე რომ არ დააკლდეს ყურადღება. რადგან ქალბატონმა ნინომ აღნიშნა და ასეც არის ცნობიერების ამაღლება თუნდაც მშობლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. არის ზოგჯერ ის საკითხი, როდესაც უჭირს მშობელს აღიარება. ან მალავს ფაქტს, შეიძლება არ კონდეს მკვეთრად გამოხატული სპეციალური საჭიროება, მაგრამ ბავშვს ნამდვილად სჭირდება დახმარება. რაც უფრო დროულად იქნება ბავშვი შეფასებული, დროულად იქნება ჩართული სპეციალისტები, არ აქვს მნიშვნელობა ფსიქოლოგი იქნება, მხარდამჭერი, როგორც ასისტენტი და ასე შემდეგ, მით უფრო მეტად მალე აუღებს ბავშვი ალღოს, დაიმკვიდრებს საკუთარ თავსაც და რა თქმა უნდა, ექნება უკეთესი შესაძლებლობები, ასე რომ ვთქვათ, შემდგომში რომ განახორციელოს სწავლა და ჩაერთოს სასწავლო პროცესში. არ არის მარტივი, გვაქვს ურთულესი кейსები. აი ძალიან რთული кейსებიც გვაქვს, რა დროსაც მართლაც მე მადლობა მინდა თითოეულ სპეცპედაგოგს გადაუხადო, თითოეულ დირექტორს გადაუხადო, თითოეულ მშობელს გადაუხადო, რომელიც ასე გუნდურად მხარდაჭერილი და ერთმანეთთან ხელი-ხელთ ჩაკიდებული იზიარებენ ერთმანეთის საჭიროებებს, ქმნიან იმ რესურსებს და შესაძლებლობებს, რომელიც არა მარტო კონკრეტული ბავშვისთვის, არამედ სასკოლო საზოგადოებისთვის და ასევე ქალაქის მასშტაბით ერთმანეთისთვის არის გაზიარებული. და სწორედ ამ ფარგლებში იწყება ის დიდი, ასე რომ ვთქვათ, ინიციატივა, რომელიც სამინისტროს მიერ არის უკვე დაანონსებული და დაწყებულია ეტაპობრივად განხორციელება, რასაც ქვია საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე. აი ეს აუცილებლად უნდა მეკითხა კონკრეტულად საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე. აქ ალბათ მოიაზრება არა მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც არის საჭიროება, არამედ ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენლისთვის, ხო, საზოგადოებისთვის მთლიანად. იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ეს ჩაკეტილობა, რაც თქვენ ახსენეთ, რომ მშობელი ხშირად იკეტება და არ აღიარებს ამ პროცესს, რაც გადასალახი აქვს იმისათვის, რომ უკეთესი გარემო შეიქმნას მისი შვილისთვის და რაც შეიძლება მალე ჩაერთოს ის საგანმანათლებლო პროცესში, ესეც ალბათ საზოგადოების გარკვეული მოსაზრებებიდან და რაღაც ტაბუდადებული თემებიდან გამომდინარე იყო განპირობებული, ხო, რომელიც ნელ-ნელა იმსხვრევა საბედნიეროდ და ნელ-ნელა წინ მივიწევთ ამ მხრივ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომელიც იყო დასაძლევი. ნამდვილად და დღესაც არის, მინდა გითხრათ, რადგან როდესაც მშობლები აბსოლუტურად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც შეხება აქვს და რასთან უწევს გამკლავება ამ ყოველდღიურ ცხოვრებიდან გამომდინარე და ასევე იმ საზოგადოების ნაწილით, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენ აუცილებლად შევეხებით ალბათ უსაფრთხო სკოლის გარემოს ნაწილს, რომ რაღაც შიშის თვალით უყურებს და უნდა რომ ნამდვილად ხო იქნება ჩემი შვილი და ხო არის უსაფრთხო გარემოში, რადგან როდესაც უყურებ ერთ ფუნქციას და მას არ ქონია ამასთან შეხება, მან არ იცის მისი ფონი, ვთქვათ, შეიძლება აგრესიული საერთოდაც არ იყოს ბავშვი ამ მდგომარეობაში, რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა ქმედებამ, თუმცა ყავს ისეთი კატეგორიაც, რომელიც სპეციალურ ასისტენტს, ანუ პირად ასისტენტს საჭიროებს იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გარკვეულ მომენტში მას გაუმძაფრდეს მდგომარეობა და რაღაც მცირეოდენი ფაქტორის გამო შეიძლება მან წარმოაჩინოს მძიმე აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის მკაცრად კონტროლირებადი, რა თქმა უნდა, და ჩვენ შემთხვევაშიც ჩართულები ვართ იმ ნაწილში, რომ შეიქმნას აბსოლუტურად ყველასთვის თანაბარი, როგორც განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე უსაფრთხოების გარემოც და ის ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება ჩვენ შევამზადოთ სასკოლო საზოგადოება, ინფორმირებული იყოს როგორც საჭიროების მქონე მშობლები, ასევე ჩვეულებრივად ნებისმიერი მშობელი, რომელიც გარკვეულწილად შემხებლობაშია გარკვეულ კლასთან, მშობელთან, ბავშვებთან და უწევს აი ამ ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, ყოველდღიურ რეჟიმში ნახვა, გამკლავება და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში ჩართული იყოს როგორც სკოლის ადმინისტრაცია,
სპეციალური მასწავლებლები, ასისტენტები, ფსიქოლოგები, მშობლები, რა თქმა უნდა, ეს არის ფოკუს ჯგუფებით დაკომპლექტებული შეხედვა, სადაც აბსოლუტურად ყველა გამოწვევა, განიხილება ყველა кейსი და შემდგომ ერთობლივად იქნება როგორც მსჯელობა, ანალიზი, უფრო მეტი საჭიროების შემთხვევაში დაძლევის გზები და ესეთი შეხვედრებით მოგეხსენებათ მეტნაკლებად მაინც ყველა ქალაქს, ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს, ხომ? და მნიშვნელოვანია, მე არ ვიცი, არ მახსენდება უბრალოდ ამ ჩემი პერიოდის განმავლობაშიც, რომ სამინისტრო ესე გამოსული კარდაკარ ყველა რეგიონში, თუნდაც რეფორმის ნაწილში, ან კონკრეტულად ეხლა მოგეხსენებათ ამ ინიციირების ნაწილში დადიოდეს როგორც მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თვითონ ხვდებიან უშუალოდ ამ საზოგადოების ნაწილს და თვითონ ისმენენ, რომ შემდგომში ახალი დანერგვა, რომელიც უნდა განხორციელდეს და უნდა დაიწყოს პროცესი, იყოს უფრო ეფექტური, უფრო ხარისხიანი და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ერთხმად ვჯერდებით იმაზე, რომ სკოლა და განათლება ეკუთვნის ბავშვს. ჩვენ ვართ უბრალოდ ხელშემწყობი პირები, რომელზეც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რამდენად სწორად, ხარისხიანად და ღირსეულად განვახორციელებთ ამ პროცესს. ამიტომ ეს უწყვეტი ჯაჭვი, როგორც ოჯახი, სკოლა, მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში შეგიქმნას ყველანაირი პირობა, აგიყვანოს სპეციალისტი. ჩვენ ვახსენეთ ჟესტური ენის თარჯიმანი, რომელიც დეფიციტური პროფესია. ნამდვილად. როდესაც ეხა და საჭიროება როგორ გამოვლინდა ამ ბოლო პერიოდში. დიახ, ანალოგიურად არის ასისტენტთან დაკავშირებით. თუმცა დაინტერესება ძალიან ბევრი წამოვიდა და პროფესიაში ძალიან ბევრი შედის. მე ვიცი პედაგოგები, რომლებიც საერთოდ სხვა პროფესიის არიან, მაგრამ დღეს მდგომარეობით ძალიან ბევრი შედის ამ პროფესიაში. დიახ, გადამზადების პროცესს დიახ, გამოცდებს აბარებენ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში სტატისტიკას თუ გადავხედავთ, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში, სტატისტიკურად მაჩვენებელმა საკმაოდ იმატა. ჩვენ არ ვიცით ხვალდაზე გვის რა საჭიროება დაგვიდგება, როგორ იქნება, ჩვენ ყველას ფრისთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ბავშვებმა იგრძნონ თავი, არა განსხვავებულ, მათთვის განსხვავებულ გარემოში, არამედ თანაბარ გარემოში, სადაც ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ეთანხმებით, დიდი მადლობა ქალბატონო მაია, ქალბატონო ნინო. ინფორმაციის სწორად მიწოდება არის ალბათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ძალიან აქ რა ქმედითი ნაბიჯები არის საჭირო თქვენ რას ხედავთ? პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ ყველაზე სწორად პირველ რიგში აი ეხლა რაზეც ისაუბრა ქალბატონო მაიამ და მეც აღნიშნე. მოუწოდებ ყველა მშობელს. არასოდეს არ დაითრგუნონ იმით, თუ სულ ცოტა პრობლემაც კი აქვს მის შვილს, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები არიან საუკეთესოები. და ამიტომ მე ვთხოვ ყველა მშობელს, რომ პირიქით ფეხზე დადგნენ. ყველა სპეციალისტი მოიციონ, ვინც შეიძლება მათ შვილებთან იმუშაონ და მაქსიმალურად ჩაერთონ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ თავიანთი შვილების შესაძლებლობების გაძლიერებას. და მე ნამდვილად ამაყად ვიტყვი იმას, რომ ჩემი სკოლა არის ერთადერთი სკოლა. დიახ. ნამდვილად დასავლეთ საქართველოში, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს სმენის პრობლემების ბავშვს ისე, რომ აი მაქსიმალურად ამოიღოს მისგან ყველა შესაძლებლობა, რაც კი ბავშვს ექნება. იმიტომ რომ ბავშვს აქვს აბსოლუტური თავისუფლება. ჩვენი სკოლა განებივრებულია ისეთი სპეციალისტებით, რომელიც არ აყავს ყველა სკოლას და ნამდვილად არ აყავს ბევრ საჯარო სკოლას. ესენი არიან მეტყველების თერაპევტები, წეხარაზეც ისაუბრეთ ჟესტის თარჯიმნები, ფსიქოლოგი, ასევე ყავს სპეცმასწავლებელი და აი ყველა ერთად არის ჩართული და ჯგუფში არის ყველაზე მაქსიმუმი 4 ბავშვი. და საკმაოდ ისეთი შესაძლებლობა აქვს ამ ბავშვებს თითოეულ ბავშვთან მუშაობ ადაპტირებული ტექსტებით. ვაწვდით ყველა ბავშვს იმ შესაძლებლობის მიხედვით, რაც მას აქვს და არა იმის მიხედვით, ვთქვათ, რომ რაოდენობრივად იყოს დიდი
და არა მორგებული ბავშვზე. ასე რომ ნამდვილად თუ კი ბავშვს ოდნავ მაინც აქვს შესაძლებლობა, მას შეუძლია ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ სკოლაში დაეუფლოს როგორც სასწავლო პროცესს და დაეუფლოს იმ სხვადასხვა საგნებს, რაც ისწავლება სკოლაში, ასევე დაეუფლოს წინა პროფესიულ, პრეპროფესიულ უნარჩვევებს, რაც ძალიან მრავალფეროვნად აგვაქვს სააღმზრდელო განყოფილებაში, ანუ სწავლის შემდეგ. და იქედან უკვე თვითონ უჩნდებათ ბავშვებს სიყვარული პროფესიის, რომელიც შეუძლიათ სამომავლოდ აირჩიონ იმისთვის, რომ მოძებნონ თავიანთი ადგილი ცხოვრებაში. დიახ, აი ძალიან საინტერესოა ამ დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან უყვართ კომპიუტერი და თავად არიან ჩართულები, რაც მუშაობენ, შემდეგ შედეგებს ელოდებიან, მაგრამ უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რამდენად ახერხებთ თქვენო ყურადღება მიაქციოთ ამ მხრივ? აი სხვათა შორის ჩვენთან ძალიან ხშირად ტარდება როგორც სადამრიგებლო საათში, ასევე სააღმრთელო საათშიც სხვადასხვა როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმები ამ კიბერუსაფრთხოებაზე, ასევე ძალიან ბევრი ისეთი ფილმები, რომელიც აჩვენებთ მათ თუ რამდენად ფრთხილად უნდა იყვნენ კომპიუტერთან, რამდენად შეუძლიათ მათ ამოიცნონ რეალური ინფორმაცია და რამდენად შეუძლიათ მათ ენდონ კომპიუტერით, თქვათ, იმ სხვადასხვა როგორ თქვა, შემოთავაზებულ გვერდებს, ესე რომ ვთქვათ, რასაც ხშირად ხვდებით ხოლმე და საკმაოდ კარგად აქვთ გაცნობიერებული, როგორ მოახდინონ თავიანთი თავის დაცვა. დიახ. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის მაინც შშმ ბავშვების და მშობლების გაძლიერება და მათი დაცვა თვითონ საზოგადოებაშიც. სამწუხაროდ ახლა რაზედაც საუბრობდით, ჯერ კიდევ გვხვდება ეს პრობლემა. თუმცა მე მახსენდება და არაერთხელ მithქვამს, როდესაც ჩემი შვილი უფროსი შევიყვანე ერთ კერძო სკოლაში და ყურადღება მივაქციე, რომ იქ სწორედ იმიტომ შევიყვანე, რომ შშმ ბავშვები იყვნენ და მინდოდა ჩემი შვილი გაზრდილიყო ისეთ მოქალაქედ, რომელიც თანასწორად იგრძნობდა თვითონაც თავს და სხვებს აგრძნობინებდა უფრო სწორედ, რომ ყველანი ერთნი იყვნენ და ერთმანეთისგან ადგომა, ეს მეგობრობა, ეს ბავშვობიდანვე განვითარდებოდა მასში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხო, ეგონა რომ რაღაც ვთქვათ, რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჩემს შვილს ჰქონდა, იმდენად გაიოცეს, რომ რატომ? იმიტომ რომ მე მინდოდა ჩემი შვილი ყოფილიყო ძალიან მიმღები ყველასი. და მე როდესაც შევედი რამოდენიმე კვირის შემდეგ გაკვეთილზე და ვნახე როგორ ეხმარებოდნენ ნებისმიერი ბავშვი, მე არ დავყოფ დღესაც ავყოფ და არც მაშინ დამი, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ყველას შეეძლო ერთმანეთისადმი სიყვარული, ზუსტად ისე გამოევლინა, როგორც ვთქვათ, ნებისმიერ სხვა სიტუაციაში სხვებს, აი ეს გამიხარდა და მივხვდი, რომ იყო სწორი ნაბიჯი ჩემი მხრივ. რადგან ჩვენს თაობაში სხვაგვარად იყო დაბადებული და ჩვენთვისაც რაღაც თან შეცოდებაც იყო, რაღაც სხვა მიდგომები იყო ამ ნაწილში და მეც მივესალმე, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ესე აი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ თაობას პირიქით მხარდაჭერის მზაობა აქვს და იციან, ძალიან კარგად იციან იმას, რა უხარია, რას წყინს, როგორ არ უნდა გააბრაზონ ერთმანეთი და ასე შემდეგ. და როგორ დაეხმარონ ერთმანეთს. ნებისმიერ დროს მთავარია განათლება მიიღოს ყველა ბავშვმა და გქონდეს შესაძლებლობა ამ განათლების მიღებისა. ამაში ხელს უწყობთ ალბათ პოზიტიური აღზრდა-ნდობა, ხო? ესეც მნიშვნელოვანია, სწორედ იმ საზოგადოებიდან სწორად აღზრდილი უკვე საზოგადოება განაპირობებს იმას, რომ
თვითონ მოქალაქე, რომელიც იზრდება მომავალი თაობა, იყოს პოზიტიურად აღზრდილი, მიმღები და ნდობა ჩამოყალიბდეს ერთმანეთთან. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ რა გვაქვს ახლა დასაძლები? ბოლოს რომ შევაჭამოთ, ყველაფერი ხომ ვარდისფერ ფერებში არაა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ყველაზე მთავარი, რაც არის დასაძლები უახლოეს მომავალში, ესეც მუშაობა მიმდინარეობს. ქალბატონო, პოზიტიური გარემოს შექმნა ჩვენ უნდა დავიწყოთ შიდა სასკოლო გარემოთ. სწორედ ეს გულისხმობს სრულ გადამზადებას თითეული პედაგოგის, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ პასუხისმგებლობის ნაწილშია, როდესაც ჩვენ ვიბარებთ თითოეულ მოსწავლეს, შევუქმნათ მას ეს შესაძლებლობები, რომელიც ბუნებრივად გადადის თითოეულ მოსწავლეზე. ისინი თავიანთი თვალთახედვიდან, როდესაც პედაგოგი არის მაგალითი მოსწავლისთვის, ხედავს თუ როგორ შეიძლება იყოს ჩართული ასეთ შემთხვევაში პედაგოგი მაგალითად იქცეს თითოეული მოსწავლისთვის. ეს არ არის პატარა საზოგადოება, ანუ მცირე ნაწილი საზოგადოების, მოგეხსენებათ 34,000-მდე მოსწავლე გვყავს ქალაქ ქუთაისში და მინდა გითხრათ, შემდგომში ყოფილა ხშირად შემთხვევები, რომ მოსწავლეს, ანუ ბავშვს სახში მისულს თვითონ უთქვამს და უსწავლებია მშობლისთვის, რომ დღეს ჩვენს კლასელს პირობითად ასე გავაკეთეთ, ასე დავეხმარეთ, პირობითად ჩავიყვანეთ კვების ობიექტზე, ეს მივეხმარეთ და მათთვის ეს იყო კეთილი საქმის კეთების და ასე ვთქვათ, მხარდაჭერის ძალიან პოზიტიური და კეთილი გამოვლინება. ასევე მნიშვნელოვანია დავიცვათ თავი და ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს, როგორ დაიცვან თავი ციფრულ სამყაროში. ეს დღეის მდგომარეობით მოგეხსენებათ კიბერბულინგის შეტევები, მათი ინფორმაციების გასვლა, ან პირობითად შეიძლება პირადი მიმოწერები, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ შეიძლება იყოს ძალიან ცუდად გამოყენებული მათი პირადი, თუნდაც ფოტომასალა და ასე შემდეგ. ჩვენ მნიშვნელოვანი არის ამ ინფორმაციასაც შესაძლებლობის მათი ფარგლების ნაწილში სრულყოფილად მივაწოდოთ და ფლობდნენ ისინი, რადგან თავიდან ავიცილოთ აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე რისკები. და ბევრი ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ეტაპობრივად კიდევ უფრო და უფრო მეტი საკითხი ვფიქრობთ, რომ გამოვლინდება, ეს რაც დაანონსებულია და ინიცირება მოდის სამინისტროსი და შესაბამისად სახელმძღვანელოების ნაწილზეც მინდა შევეხო ამას, მოგეხსენებათ ჩვენთან ცვლილება მიმდინარეობს სახელმძღვანელოების და არა მარტო სახელმძღვანელოების ნაწილში რეფორმის ფარგლებში და მნიშვნელოვანი არის, როდესაც მათთვის შესაბამისი რესურსის ფარგლებში უნდა იყოს ისე მიწოდებული და შექმნილი ის რესურსები, რომელიც საინტერესო იქნება, მათთვის გასაგებენაზე იქნება, რა თქმა უნდა, რომელიც მათ მისცემს სწორედ იმ განათლების სტაბილურობის განცდას და მიმღებლობას, რაც შეუძლია მან რო გააკეთოს. დიდი მადლობა. მე მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ განათლების ხელმისაწვდომობაზე ვისაუბრეთ დღეს. ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასევე ქალბატონი ნინო ჩიხლაძე, ქალაქ ქუთაისის 45 საჯარო სკოლის დირექტორი. დიდი მადლობა თქვენ ამ მომწურავი და საინტერესო საუბრისთვის. გემშვიდობებით ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები